ხო, მარტივია, პირველი და მთავარი ახსნა, მე საერთოდ არც დამიწყია და არც მიცდია, რომ არ მივიღე წერილი, მივიღე, გვიალ მივიღე, არ მივიღე. ეს მასხარაობა მე არ მაინტერესებს. ჩემი ახსნა არის შემდეგი. პირველი, მე არ ვაღიარებ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, ისევე როგორც ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი უკლებლივ, გარდა იმათი, ვინც აღიარა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულის და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულის დამოუკიდებლობა და ტერორისტული ორგანიზაციები, როგორც ჰამასია მაგალითად. შესაბამისად, იმას, რაც არ ვაღიარებ, ჩემს ანგარიშს ვერ წავდგენ და მოქალაქეობრივ და სამართლებრივ ვალდებულებას მათ წინაშე ვერ ვცნობ. მეორე, კონსტიტუციას არ ღვევს ეს კომისია და ანტიკონსტიტუციურ ორგანოს წინაშე მე არ წავდგები. რატო არ დგენს? არ ღვევს, იმიტომ რომ მისი ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. არც ერთი ცალი ოპოზიციის წარმომადგენელი იქ არ არის. და როცა ზუსტად ამას იწვევს ოპოზიციის არ შესვლა პარლამენტში, ვერ მიიღება კონსტიტუციური გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ კვორუმი არ არის სწორ კონსტიტუციის ცვლილებები, ვერ მიიღება ცალკეული თანამდებობის პირების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები, სადაც ოპოზიციის მონაწილეობა არის სავალდებულო და ასევე ვერ მიიღება ისეთი ორგანოების შექმნა, სადაც ოპოზიცია უნდა იყოს, მაგალითად საგამოძიებო კომისიის. ამიტომ ეს ანტიკონსტიტუციური ორგანოა და არავითარი ვალდებულება კონსტიტუციის დარღვევის ვალდებულება არ არსებობს ბუნებაში. და მესამე, ის რაც მე მომწერა კომისიამ, რომ ამაზე უნდა გავცე თურმე პასუხი, პირველი არის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ჩემი დასკვნები, მე არა ვარ ადამიანის უფლებათა მკვლევარი, რომ რამე დასკვნები მქონდეს, ანუ რომელიღაც ფაქტზე კი არ გადაწყვეტა ჩემი დაკითხვა, რომ ზოგადი მდგომარეობა როგორი იყო ადამიანის უფლებათა შესახებ 2013 წლებში და მე რომელი მკვლევარი ვარ, რა დასკვნა უნდა გავაკეთო, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და მე 2012-25 წლებში როგორი იყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ვითარება საქართველოში. ამ წლებში პოლიტიკოსიც კი არ ვიყავი, ჟურნალისტი ვიყავი და ესეც აღემატება ჩემ კომპეტენციას. მე დასკვნა უნდა გავაკეთო საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, როგორც ექსპერტმა, მე ეს არ არის ჩემი ექსპერტიზის საკითხი. ამიტომ შინაარსობრივად, ფორმალურად და ლეგიტიმაციის ამ პოლიტიკური დამოკიდებულების კუთხით არავითარი ვალდებულებას ეს ჩემთვის არ წარმოშობს და ის რაც არ წარმოშობს ჩემს ვალდებულებას, იქ მისვლის ვალდებულებაც არ წარმოიშობა. ამიტომ არ მივსულ ვარ, არ მივალ არავითარ შემთხვევაში და საკუთარ მაგალითს ამას რას მოაყოლებს ქართული ოცნება.